მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ გაშლა, როგორ შეიცვლები, როგორი ცვლილებები წამოვა შენ ცხოვრებაში, ავიღოთ პერიოდი სადღაც 3 თვის განმავლობაში. რატომ ავირჩიეთ ეს გაშლა? იმიტომ რომ გუშინ ვინც ახლა უყურებს, დამთავრდა 3-დღიანი მარატონი ბედის მატრიცაზე. და მე გავაკეთე აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემ ცხოვრებაში. გავაკეთე ტრენინგი, რომელიც დაეხმარება ბევრ ქალს იმაში, რომ გაეგოს თავისი დანიშნულებები კი არა, დანიშნულება ყოველს ქალს აქვს, რა იყო ქალი, ლამაზი, მიმზიდველი და ასე შემდეგ. უბრალოდ ეგ არის, რომ ყველა შეიძლება ეს არ გამოსდეს, ну რაღაცა მიზეზების გამო. ჩვენ გუშინ განვიხილეთ სულ ყველა ენერგიები. ურთიერთობის კარმიდან გავიგეთ, რატო ვთქვათ, რაღაც მომენტები არ ხდება და რატო ხდება, ასე ვთქვათ და აი ეს ტრენინგი დიდი ხანია რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ როცა მუშაობდი რუსულენოვანებთან იქ კი მქონდა, მაგრამ აი აქ ხა ქართულად პირველად შევქმენი, შევაგროვე მთლიანი ჩემი გამოცდილება, ტექნიკები, ყველაფერი თუ რამე არსებობს და კურს დავარქვით განიკურნება კარმული ურთიერთობისგან, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ძალიან და მოუყევი გოგოებს რაც იქნება, გავაკეთებ სტორიებს თქვენს მოგიყვებით რა იქნება იმ პროგრამებში, აუცილებლად გაიცანით თუ ვინმეს გინდათ რომ იყოთ მართლა ბედნიერი ქალი და არ გქონდეთ ეს პრობლემები, რატო არ მერეკავს, რატო წავიდა, რატო არ მოვიდა და ასე შემდეგ. რომ აი ეს არის სრულყოფილი ნორმალური ქალის ცხოვრება, როცა იცის თავისი ფასი, როცა იცის რა უნდა მას, როცა იცის როგორ უნდა მართოს თავისი ცხოვრება, როცა აქვს თავისი საყვარელი საქმე და ეს ყველაფერი ერთად იცით თქვენ რომ მე ყოველთვის გეუბნებით რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გქონდეს ქალს თავისი დანიშნულება პირადი ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს თქვათ ახლა ვიღაცა თქვათ, ну, არ ვიცი რა, ქიმია მასწავლებელი, შეიძლება უბრალოდ დედა, უბრალოდ თქვათ იყოს ну, ჩოვლებრივად რა, დანიშნულება არ არის მარტო თქვათ სამსახური რაღაცა მქონდეს, ხო? მაგრამ როცა შენ გაქვს საქმე, რომელიც შენ მოგწონს, იცი შენ რაღაცას აკეთებ, როცა შენ მაგაში ყველანაირად იძირები, როცა შენ იმ საქმიდან იღებდი სიამოვნებას, როცა შენ ხარ, აი, იცი რა გინდა, მაშინ რა თქმა უნდა, მიმზიდველიც ხარ, იმიტომ რომ არა გაქვს შენ უკვე ეს რაღაცა ტიკები და რაღაცები, ვაიმე, რატო არ ეკავს, რატო ასე იქცევა, იმიტომ რომ ეს უკვე სხვანაირი თემებია უკვე და ანუ უფრო როგორ გითხრათ, იცით, იხსნება სხვანაირად შინაგანად ხდები ლამაზი, შინაგანად ხდები უფრო მიმზიდველი და ასე შემდეგ და ამიტომ აი ესეთი ტრენინგი გავაკეთე და ძალიან მიხარია, გოგოებსაც ძალიან გაუხარდათ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მე ხო თქვენთვის ვაკეთებ მაგას, რომ მინდათ ჩემი გამოცდილება თქვენ გადმოგცეთ მთლიანად, რაც კი იმიტომ რომ წლები ვმუშაობ ამ თემებზე, წლები ვეხმარები, ძალიან ბევრი წყვილი გავაერთიანე, ასე რომ ვთქვათ და შევქმენი კიდევაც და ამიტომ ამ გამოცდილებას მივცემ სოყოლას ტრენინგებზე, ვისაც გაინტერესებთ, ჩემს დამახმარ ჯგუფს მიმართეთ, ლინკი არის ვიდეოს ქვეშ. ჩვენ კი დავიწყოთ. ეს ვიდეო უეჭველი იქნება იმ გოგოებისთვის, ვინც იყვნენ ტრენინგებზე, მაგრამ შეიძლება, ну, თქვენ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდეთ, მაგრამ თქვენ შეიძლება, ну, მოგეწონებათ ეს თემა. მოდით ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და მე უკვე რამდენიმე როგორც ყოველთვის კითხვები მაქვს მომზადებული და ეს განვიხილოთ ჩვენ. ანუ არა, ავიღებ ზემოდან და მოდით და ვნახოთ ეხლა დედოფალი, რომელი დედოფალი გამოვა, ხო, დიდი ხანია ესეთი დიაგნოსტიკა არ გაგვიკეთებია ჩვენ. და ვნახოთ, ეგრევე მოვიდა ხმალების მეფემ. აქ შემიძლია გითხრათ, კი ბატონო, აი ნახეთ, ზუსტად აქ არის, ეხლა ენერგია პირველი ამ გოგოს სურვილი არის.
მინდა რომ ახლა ნახეთ ხმალების მეფე კი შეიძლება ახლა თქვათ ისე წავიკითხოთ რომ ყოფილი პარტნიორი მაგრამ ამავე დროს ყოფილი კი არა შეიძლება იყოს ხმალების მეფე ანუ ეხლაც არის თქვენ ცხოვრებაში უბრალოდ ამ ადამიანს არ შეუძლია ისე მოყავთ აი როგორც თქვათ აი თასების მეფე ანუ ეს რას ნიშნავს საერთოდ არის ენერგია რომელშიც შეიძლება ადამიანი იმყოფება ანუ ეს შეიძლება დაუშვათ მეგობრებთან არის გახსნილი, არის ძალიან ესეთი, ანუ ძალიან მეგობრული და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება თქვათ ურთიერთობაში ვერ გამოხატავს, თქვათ თავის ნამდვილ, გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია. არის უფრო უხეში შეიძლება ზოგჯერ, ან ცივი შეიძლება იყოს რა და ეს არის ერთ-ერთი შეიძლება მაგისი თვისება. მაგრამ ამავე დროს ახლა საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ, ამიტომ ჩვენ სულ ყველაფერს ვიტყვით, რომ აქ შეიძლება იყოს ეს პოზიციაც, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე მორჩა, ან უნდა შევცვალო დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, ან უნდა დავივიწყო, რომ ნახეთ რა ხდება. ზოგჯერ არის ეს ამ ტექნიკას აუცილებლად მივცემ ჩემს ტრენინგზე, ნახეთ არსებობს თქვათ პიროვნება თქვენ ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება მაგასთან თქვენ გაიაროთ ურთიერთობა ძალიან ისეთი ასე ვთქვათ, არ მეყვარს ეს ტოქსიკური, მაგრამ კარმული, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ არის მე-16 არკანი, ეს ყოველთვის რაღაცა კარმა, რა თქმა უნდა. და ნამდვილად მაგრამ იმის მერე როცა დაშორდა მძიმე ურთიერთობა, მოდით ასე ვთქვათ, მძიმე რატო არის ურთიერთობა, იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენ ხშირ შემთხვევაში რატომ ხდება ასე, რა გავაკეთო და ასე შემდეგ. ამიტომ არის რომ გეუბნებით ხოლმე რომ თუნდაც აი გაშლასაც რო ვაკეთებ, ყოველთვის ვიღებ მატრიცას, ბედის მატრიცა. ეს არის თქვენი სულის გზა. იქ ყველა თქვენი პროგრამები აბსოლუტურად არის ნახსენები და ამიტომ უფრო ადვილია რომ გავიგოთ რა გზებს გადიხართ თქვენ ამ ეტაპზე და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ იოლად მაინც გაიაროთ ეს გაკვეთილი. როცა არიცი, მაშინ უკვე ხდება ეს რთული პერიოდები. ახლა ეს ტრენინგი კიდე რატო გავაკეთე? იმიტომ რომ უმძიმესი პერიოდი მაგ გამოვლილი მე თვითონ და მაშინ არც მატრიცა მქონდა და არც არავინ მრჩეველი არ მყავდა, რომ დაუშვათ ეს ეთქვა ჩემთვის, ხო? და ამიტომ მძიმე გზა იყო და ახლა როცა უკვე გამოვედი უკვე ამ პერიოდებიდან და მაქვს ეს გამოცდილება, მინდა რომ გავუიოლო ადამიანებს გზა. რომ აი ასე არ განიცადოს ადამიანმა ასე ძალიან, იმიტომ რომ როცა შენ იცი რატო ხდება ეს ყველაფერი, უფრო ადვილად იტან და თან როცა იცი ამ მომენტში რა უნდა გააკეთო, ეს ხო საერთოდ გიმსუბუქებს ძალიან შენ გზას, იმიტომ რომ უნდა გაიარო ყველა ვარიანტი, სული მოვიდა აქ იმისთვის რომ განვითარდეს, ამისთვის მოდის ეს პარტნიორიც და ჩვენ ახლა სხვა სიტუაციებს ამ წუთში არ ვეხებით, რომ შეიძლება შვილების სიყარმულები ისეთები ყავდეს, რომ ვთქვათ, მაგაცთან გადიხართ რაღაცა რთულ პერიოდებს, მაგაცაც ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ ტრენინგზე. შეიძლება მშობლები და ასე შემდეგ. და ამიტომ აი აქ არის როგორი პოზიცია, მე მინდა რომ ან გამოვიდე უკვე ამ ტოქსიკური თემიდან, იმიტომ რომ ეს თქვათ გამოცდილება, რომელიც ქონდა ადამიანს, ის უშლის ხელს მაგას იმაში, რომ ან დაუშვათ ახალი ურთიერთობა დაიწყოს, ხო? ან დაუშვათ სხვანაირად რა გავაკეთო, აი თუ უშლის ხელს დაუშვათ ის ურთიერთობა, რომელიც ქონდა, იმიტომ რომ შიში აქვს ადამიანს. არ ვიცი ახლა მე რო წავიდი დაუშვათ ახლა ახალი ურთიერთობა შეიძლება ადამიანს ბევრი პაკლონიკები წავდეს, მაგრამ ეშინია, რატო ეშინია? იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ იგივე გამეორდეს. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა შენ ახლა არ გაიარეს შენი გაკვეთილები და აზზე არა ვარ, რა ხდება, ერთი და იგივე შეიძლება რამდენიმეჯერ ქონდა ადამიანს ერთი და იგივე სიტუაცია და ახლა უკვე ისევე შინია რა ურთიერთობაში შესვლით, შეიძლება ღალატი იყოს, შეიძლება მოატყუეს, ანუ თქვათ ადამიანმა მიატოვა და ასე შემდეგ. ბევრი შიშები შეიძლება გქონდეს ადამიანს, მაგრამ აქ უკვე თითქოს ისეთი პოზიცია არის, რომ მე მინდა სულ მცირე ან გავარკვიო რა ხდება, ან მე მინდა დავასრულო ეს ყველაფერი და არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ადვილი არანაირი აქ მაგიური ჩარევები არ არის, ცოტა ფსიქოლოგიური, რომელიც გიადვილებს შენ, რომ თქვათ ეს კვანზე
დაარღვია, ასე ვთქვათ, დატოვა რა ეს. всё, ეს ადამიანი შენი ცხოვრებიდან გააუშვა სამუდამოდ და რომ მოგცემს საშუალებას ეს პრაქტიკა, მერე რომ შენ დაუშვათ, ახლა დაიწყო ახალი ცხოვრება, იმიტომ რომ აი აქ ეს ადამიანი მნიშვნელოვანი იყო კი ბატონო, იმიტომ რომ მაგან ბევრი რაღაცები გამოიარა ამ ადამიანთან და ამ ადამიანმა ნამდვილად უკვე ისე შეცვალა თქვენი ცხოვრება, რომ როგორც იყო, ნამდვილად უკვე არ იქნება, მაგრამ დიდი გამოცდილება გააქვთ თქვენ ამ კარმული ურთიერთობა ყველა ვარიანტში გაქვთ, ну კარმული ყველა ურთიერთობა არის უბრალოდ მე რას გულისხმობ, რას ვდებ მე არ მიყვარს სიტყვა ტოქსიკური ურთიერთობა და ამიტომ მირჩევნია უფრო კარმული დავარქვა მწიერი რა, რომელიც აი აქ სული გადის, გაკვეთილებს გადის ამ პარტნიორთან გაიგეთ და ამიტომ აქ მზად ყოფნა აქ ადამიანს რომ გაიგოს უკვე ნამდვილად რომ აი ეს რაც იყო გამოცდილება წამოვიღო და წავიდე ახალ ცხოვრებაში რა, რაც უკვე აღარ მჭირდება დავტოვო. ну ეს პრაქტიკა რასაც გითხარ კი აი ზუსტად რაც გითხარით ეს აი ახლა მიდასტურებს ტაროც მაგას რაც მე თქვენ უკვე პრინციპში მოგიყევით კი იმიტომ რომ აქ ადამიანი მიხვდა რომ მე ეს ურთიერთობა არ მახარებს არა უკვე უნდა დავასრულო იმიტომ რომ არის ზოგი რო ადამიანები აი თქვათ ახლა ელოდება, აი ხო დაბრუნდება, ხო შეიძლება რომ დამიბრუნდეს, თქვათ გავიდა 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 5 ზოგი 10 წელი, ну ეს არის უკვე მართლა აბსურდი და ანუ რა ვქნა, ვერავის ვერ ვეყარებ. არა, ეს არ არის სიმართლე, შენ უბრალოდ გეშინია, შენ გაქვს შიში, იმისი რომ ну გითხარით უკვე როგორ და რანაირად და ამიტომ აქაც ახლა უკვე ადამიანმა პრინციპში მიხვდა რომ აი ну გეუბნებით ჯერ ლაპარაკობ და მე უკვე ესა მოლოდინი აღარ მინდა უკვე აღარ დაველოდები არაფერს უკვე ამ ადამიანთან დასრულება გაქვთ კი ბატონო 100%-იანი შემიძლია გითხრათ რომ აქ არის ადამიანი აი წინსვლა და ასე შემდეგ ბედნიერებისკენ კომფორტისკენ ისეთი მამაკაცისკენ რომელიც იქნება სერიოზული და რომელზეც უკვე ნერვიულობა აღარ იქნება არ მექნება ну ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული, მინდა რომ გავხდე იმპერატრიცა, მინდა რომ გავხდე უკვე ის ხალი, ანუ სრულყოფილი, ანუ აქ ადამიანს აქ ეს მომენტი, რომ უკვე როგორ არის, იცით, ყველა ჩემი დარდი მინდა რომ წავიდე. ну მოლოდინში როგორ იცით, რომ გადაწყვეტილება მინდა ბედნიერი ვიყო, მინდა სირთულეები წავიდეს, ну გოგოებო, ვინც იყავით ჩემთან გუშინ მარათონზე, აი ეს 3 დღე თქვენთვის არის ეს აი რაღაცა, ну რა ვიცი. სხვათა შორის თუ ვინმეს გინდათ ნახოთ ეს მარათონი ჩაწერილი, შეგიძლიათ ესეც მიმართოს ჩვენს დამხმარ ჯგუფს და ისინი ну აგიხსნიან როგორ შეგიძლიათ ნახვა ამ 3 დღიანი მარათონის და მიხვდებით თქვენ ახლა უფრო კარგად კიდე რას გულისხმობ აქ, იმიტომ რომ გოგოებთან მოხდა მართლა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მაგ დროს, იმიტომ რომ ბევრი რამე გაიგეს და რაც მთავარია ის გაიგეს რომ შეიძლება მართლა ყველაფერი შეცვალო და უფრო ბედნიერად იცხოვრო. აქ არის ეს მომენტი ზუსტად, როცა უკვე დავინახე ყველაფერი, აი მინდა ყველაფერი გავიგო ამ სიყვარულზე, მინდა გავიგო, ანუ აქ გალური ენერგიების გახსნაზეც ლაპარაკი, ყველაფერზე, ну მე მომწონს ძალიან კარგი სიგნიფიკაცია ეს. ეხლა თქვენ ესეთ ენერგიებში ხართ, ამას მე არც ავიღებ, იყოს აქ და ჩვენ გავაკეთოთ ახლა კითხვები მაქვს, როგორც გითხარით და უბრალოდ განვიხილოთ. ანუ ასეთი განწყობა არის, თუ თქვენ ეგეთი განწყობა არა გაქვთ, თუ თქვენ ხართ, ну არა ხართ მზად რომ გაუშვათ ეს თქვენი დარდები, თუ თქვენ კიდე გინდათ რომ იყოს დაუშვათ ის ну ტკივილები და ნერვიულებები და რა ვიცი მე ახლა უძილო ღამეები, ну თქვენი ეს არ არის ეს გაშლა ნამდვილად რა. აქ არის უფრო გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე მინდა ნამდვილად რომ გავიგო ყველაფერი აბსოლუტურად რომ მინდა დამანახეთ, ამიხსენით, მითხარით, რას არ ვაკეთებ მე, რა მინდა კიდე რა მჭირდება იმისთვის, რომ მე ეს ქალური ბედნიერება ბოლოს და ბოლოს ვიქორწნო. აქ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მინდა ვიყო მიჯაჭვული, არ მინდა ვიყო ეს ისეთი რომ აი არ დაუფასებელი, არ მინდა ვიყო, მე მინდა ბედნიერი ვიყო, მე მინდა ცხოვრება შეიცვალოს, მე მინდა რომ
მე ვიყო ვიგრძნო რა არის ნამდვილი სიყვარული. აი აქ ესეთი არის დიაგნოსტიკა. თუ თქვენ ახლა ეგეთი ხართ, კი ბატონო, გავაგრძელოთ. თუ კიდე ჯერ ხართ იმ სტადიაში, რომ უნდა იგლოვოთ და იტიროთ და არ გჭირდებათ გარკვევა იმაში, რომ თქვათ, რატომ ასე ხდება და რა გავაკეთო იმისთვის, რომ მე ვიყო ბედნიერი, იმიტომ რომ თქვენ ახლა იცით რა, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს, აი რაზეც არ უნდა გითხო, ხო? აი რა გინდა, ყველას უნდა ბედნიერება, მაგრამ უბრალოდ ეგ არის, რომ ზოგი მარტო ფიქრობს, რომ მე მინდა, მაგრამ არც არ აკეთებს. ან თუ აკეთებს, შეიძლება არასწორად აკეთებს. იმიტომ რომ როგორც არ უნდა იყოს, აი გუშინაც გვები დარწმუნდნენ, ნუ პრინციპში ვინც მატრიცას ჩემთან გააკეთეს ადრეს, ყველა დარწმუნებულები არიან, რომ ეს ციფრები, ეს ენერგიები, ეს ჩვენი თუნდაც სუნცირი დაბადების ტარიღი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მოქმედებს ჩვენზე. ნუ ნახოთ ახლა, ანუ რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში დაიწყოს აი ეს ცვლილებები. რა უნდა გააკეთოთ თქვენ? აი თუ ამას გააკეთებთ და რასაც ჩვენ გვეტყვიან ახლა როგორ რას მოგცემს შენ ეს ქმედება დავუშვათ და როგორ შეიცვლები შენ, ანუ იცით როგორ რაზე ვიზახა, აი როგორ შეიცვლები, მოდით ასე ვთქვათ. და ვნახოთ ახლა როგორ შეიცვლება შენი. აქ მოდი პირადი დანიშნულებად ავიღოთ მაინც ახლა ეს, ნუ ახლა უფრო გაგიხსნით რა კითხვებს და რა შეიცვლება შენს ურთიერთობაში, მოდით ესეც ავიღოთ, ანუ საერთოდ და შენ პირად ცხოვრებაშიც. რა ცვლილებები იქნება, აი ასე რომ ვთქვათ, ნუ აი ნახეთ, კი გეუბნებით, ახალი ნაბიჯისკენ აქ ადამიანი გამოდი, აქ ყველა ვარიანტში ადამიანს აინტერესებს, ანუ მასწავლეთ, მითხარეთ, რა გავაკეთო, რა შემიძლია გავაკეთო, რა შევცვალო მამაკაცი, ხო, ანუ გული არ მტკიოდეს, იმიტომ რომ მინდა ნორმალური, კარგი ურთიერთობა, სერიოზული. აუცილებლად ჩვენი ტრენინგზე ველაპარაკებთ მამაკაცის ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ ანუ რა უნდა სინამდვილეში მამაკაცებს, იმიტომ რომ იქ არ იქნება მარტო თქვათ, ეხლა რაღაცა ისეთი პრაქტიკები, თქვათ, განწმენდები და რაღაცები, ესეც იქნება, მაგრამ ძალიან ისეთ ფორმებში, სიამოვნო ფორმებში, მაგრამ მეთქი პლუს კიდე მოგცემ თქვენ იქ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ თუ შენ ახლა ანუ აქ იქნება ეზოტერიკა და ფსიქოლოგია ერთად, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიცით მამაკაცის ფსიქოლოგია, გოგოებმა და კაცებმა თუ არ იციან ქალის ფსიქოლოგია, ეს ძალიან რთულია. ეხლა არის ყველაფერი იმდენი უამრავი ინფორმაცია, რომ რა ვიცი, უბრალოდ მე შევაგროვე ეს ყველაფერი, რომ თქვენ მოგცემთ ძალიან ისე რა ვქვა, ადვილად რომ გაიაროთ თქვენ ეს ყველაფერი და უფრო მეტი ინფორმაცია როცა გაქვს, როცა იცი როგორ რა უნდა სინამდვილეში, ხო? როგორ ურჩევნიათ, თქვათ, ადამიანებს, რომ თქვენ მათ მოექცეთ, უფრო ადვილია. აქ სხერფლობის როლზე არ არის ლაპარაკი, აქ უბრალოდ შედა ფსიქოლოგია. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ესე იგი რა უნდა გააკეთოთ თქვენ, რომ თქვენ ცხოვრებაში დაიწყოს უკვე ცვლილება, აი ამ პერიოდში, აი 3 თვის განმავლობაში, ნუ რა უნდა? რა უნდა იყოს, აქ არის თასების მეფე. რა თქმა უნდა. ნუ როგორც არ უნდა იყოს, რამდენიც ჩვენ არ ველაპარაკოთ მართალი მე გეთანხმებით, თქვათ, ბედნიერებაზე, თქვათ, შეიძლება ბევრი ფული გქონდეს, შეიძლება საყვარელი საქმეც გქონდეს, მაგრამ თუ არ არის შენ ცხოვრებაში სიყვარული, რთულია. კი, არსებობენ ესეთი ადამიანები, რომელიც ეძახიან, რომ აი არ მინდა საერთოდ არაფერი, უკვე დავიღალე, არც ეს ურთიერთობა მინდა და არც ეს არაფერი. შეიძლება არც იყოს ეს ადამიანი ამ ვიდეოს და არც უყურებს ამას, ხო? მაგრამ შეიძლება უყურებდეს კიდევაც, მაგრამ ეს არის ძალიან აი როგორ გითხრათ, ადამიანი თვითონაც
აარსებობს თავის თავს, იმიტომ რომ ისე ვარ შექმნილები ჩვენ ღმერთისგან, რომ ყველას უნდა თავისი წყვილი რო ყავდეს და ნამდვილად ყველასთვის ეს არის, სიყვარული ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ შემთხვევაში აქ არის ლაპარაკი სიყვარულზე, რა თქმა უნდა, მამაკაცის მიმართ და არსებობს კი, როცა იცით რა არის, ეგ არ არის დაუშვათ სირცხვილი, ნახეთ, მე მესმის რომ თქვათ, ეხლა ვინც ცხოვრობს საქართველოში, უშუალოდ მე არ ვიძახებ, ვინც თქვათ გავიდა, ცოტა ესეთი ჩემი თაობა მოდით ასე რომ ვთქვათ, ეს ცოტა სხვა კანონებით არიან გაზრდილები და ძალიან მე მაგათი მიხარია რომ ზოგი ახლა ამ კანონს მართლა არღვევს და ფიქრობს თავის ბედნიერებაზე და მიდის თავის ბედნიერებისკენ, მაგრამ ზოგი ზის იმ პარადიგმებში, რომ ეხლა რა ვქნა, ეგეთი ხმა არ შემოხდა და ეხლა რა გავაკეთო, ხო არ შევცვალო და უნდა გავუძლო და უნდა ვიყო და ასე შემდეგ. ეს არ ვიცი, შეიძლება თქვენ მასულმა ეგრე გაირჩია და უშტ მე არ ვიცი თქვენი მატრიცა ვინც ეგრე ფიქრობს, მაგრამ ის რომ უნდა სცადო მაქსიმალურად რომ ნახო შენი ბედნიერება, მე არ გეუბნებით რომ ყველა თქვათ ვინც შემოვა თქვენ ცხოვრებაში ეგრევე დაეწყოთ მასთან ეხლა სექსუალური ურთიერთობა რა სისულელია, ხო? მაგრამ ხო შეიძლება ადამიანი თქვათ შეხვდე, გაიცნო, დაელაპარაკო დაუშვათ და მაგით ეხლა თუნდაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა რა თქმა უნდა ქალს უყვარს ეს კომპლიმენტები, და არის კიდე როგორი მომენტი, ნახეთ, აქ რა ხდება, რომ არის კიდე სიტუაცია როგორი, როცა შენ ხარ დაუშვათ, ნახეთ, ქალი რო გაშორებულია, ქალს რომელსაც არ აყავს მამაკაცი, მაგრამ ეძებს, თქვათ, ეძებს და უხეშნად ქვამია, მაგრამ სულიერად ეძებს, მოდით ასე ვთქვათ, ახლა კი არ დაძს და არ ეძებს ახლა კაფეებში და ბარებში. ზოგი ამასაც აკეთებს, ხო შეს არ არის ცუდი. არიან როგორ, იციან როგორ უნდა მოიქცე, თავიდან ყველა ვართ მაგარი, ყველა ვართ ესეთი ლამაზები, ყველა ვართ ესე ყველა თავის თვისებებს ვაჩვენებთ, მაგრამ როცა იწყება ურთიერთობა, ვიბნევით, ხო? იმიტომ რომ პირველი კარმული რა არის? რა თქმა უნდა, პარტნიორი რომ მოდის, ჩვენ ხო ვიცით იმისთვის, რომ რაღაცა უნდა დაგეხმაროს თქვენ ამოცანებში, ხო? თავიდან ყველაფერი კარგი არის, 1-2 თვე ერთმანეთს ელაპარაკებიან, даже 3 თვე ზოგჯერ, იშვიათად, მაგრამ იყოს ჩემთან ეგეთი მომენტები, რომ თქვათ 6 თვეც იყო, 8 თვეც იყო, ეგ ძალიან ესეთი, მაგრამ ეს უფრო მონათესავე სულებს გავს. არა უშავს. და ისიც იქაც არის თავისი გაკვეთილები, ხო და მაგრამ ამ პერიოდში თითქოს გაყვარებენ, ხო? всё, ჩემი ადამიანი არ შემიძლია მაგის გარეშე, всё მიხვდა ეს ჩემია, მაგრამ მე უცბად რაღაცა არასწორად თქვა. უთხარი რამე, ან არ უთხარი, პასუხი, ზოგჯერ იცით, უბრალო უმნიშვნელო რაღაცა წევრელი მანძე იწყება ეს თქვათ უსიამოვნება და შოკში ვარდებიან, იმიტომ რომ ღმერთის ყველაფერი კარგად იყო და ასე უცბად რანაირად შეიძლება რომ ადამიანი შეიცვალოს. შეიცვალა, იმიტომ რომ დაიწყო, შენ უკვე შეგაყვარეს, შენ უკვე всё, მოგამზადეს იმისთვის, რომ შენ უკვე მზად ხარ, რომ გაიარო ადამიანთან ეს გზა, რაც უნდა გამოიარო, ეს შენი კონტრაქტი, რაც არის, მოვიდა ეს შენი კონტრაქტორი და всё, მიდიხარ თქვენ ახლა ამ თქვენს გზაზე, მაგრამ მაშინ უკვე ვიბნევით რატომ ასე რისთვის არის ასე თქვათ რატომ რა გავაკეთე და ქალი всё იბნევა და მე უკვე სად არის ვერც თავის სილამაზესაც ვერ იყენებს, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები, ამაზე ყველაფერზე რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ ტრენინგზე. ამიტომ ეს არის, მაგრამ სიყვარული რო გჭირდებათ, ეს ნამდვილად ასე არის რა და ამიტომ თქვენ იმისთვის რომ აქ სხვათა შორის კიდე თასების მეფე ეს არის, რა თქმა უნდა, კიდე რომ კითხვა ჩვენი ხო იყო, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენ ცხოვრებაში დაიწყოს ცვლილებები. ეს არის კიდევაც თასების მეფე, ეს არის ფსიქოლოგი, ეს არის ადამიანი, რომელსაც იცის დაუშვათ ყველაფერი ურთიერთობის შესახებ.
იმიტომ რომ ეს არის თასები ეს არის გრძნობა. ანუ ისეთი ადამიანი თქვენ გჭირდებათ ნამდვილად, ვისაც თქვენ ხა შეიძლება ზოგი ხა თქვა სხვა რამე ტრენინგს აერჩეს, ან ფსიქოლოგს აერჩეს დაუშვოთ ხო თავისთვის ახლა ვინმეს არ აქვს მნიშვნელობა. თავარია ნახოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ეს თემები და იმას რომ მიმართოთ, ეგაც კარგია. ნუ კიდე მაინც ახლა გავხსნი 1-2 კარტი რო არის ხო? კი. ნამდვილად თქვენ რა გჭირდებათ და აი უნდა კი, ნუ აქ რაც გითხარით, ახლა გამეორებაც არ არის საჭირო რა, პრინციპში რომ თქვენ უნდა იმისთვის რომ დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში ცვლილებები, აუცილებლად თქვენ უნდა ნახოთ პირველ რიგში ის ადამიანი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ. ყველა ვარიანტში დროს სამიანი არის აქ კიდე. დაკლების, ანუ რაღაცა უნდა ისწავლოთ, ის რაც შენ არ იცი. აქაც ნახეთ ადამიანი დგას ასეთი ბრძენი და აქ არის მოსწავლე, რომელიც რაღაცას აკეთებს და ეს მაგას ეხმარება. და ნამდვილად რომ აი წახვიდეთ იმაში, რა ქვია, კომფორტული ზონა, ანუ ჩემთვის როგორ არის კარგი. აი ეს არის. ვნახოთ ახლა რა უნდა, რას მოგცემს შენ ის დაუშვოთ ყველაფერი რას მოგცემს. წინსვლა, რა თქმა უნდა, წინსვლა იქნება, რა თქმა უნდა, შენ ბევრ რამეს ისწავლე, რა თქმა უნდა, ეს იქნება რაღაცა, აი როგორ არის, ბიძგი ძალიან მაგარი ბიძგი იქნება, როცა შენ ხვდები, რომ всё მორჩა, უკვე ჩემი ცხოვრება იცი რომ ეს მომავალი, გვერდხები ყოველთვის მომავალი და თან ახლა სწრაფი განვითარება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქ კიდე ნახეთ, თუ დაუშვათ, აი თქვენ გიყვართ, აი მამაკაცს, აი აქ სიტუაცია რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში ცვლილებები წავიდეს. აქ ნამდვილად იცით რა, ფსიქოლოგია მამაკაცის უნდა გაიგოთ, ამასაც გეტყოდეთ და სხვაგვარად, სხვა მიდგომა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია რა, ის აი გეფიცებით რომ როცა უკვე შენ იცე, ანუ თუნდაც აი როგორ არის აწყობილი ტვინი კაცის, მე არ ვიზახებ ფიზიოლოგიაზე, მეგობრებო, ფსიქოლოგიურად. და კაცებმაც რომ დაინტერესდნენ ქალები, ნუ ქალების გაგება ცოტა რთულია, ხო, კაცების უფრო ადვილია, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ თუ გინდა რომ კომფორტულად იყოს შენს მამაკაცთან, ბევრი რაღაცა უნდა ნამდვილად გაიგო, რომ კომფორტულად იგრძნო მასთან, იმიტომ რომ თქვენთვის ნამდვილად არის საჭირო, აი ჩვენა გვაჩვენეს ახლა თქვენი მდგომარეობა და ნამდვილად ეს არის, რომ თქვენთვის არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რომ უფრო მეტი გაიგო და წინსვლა გექნებათ უეჭველი. ვნახოთ ახლა როგორი ცვლილებები იქნება თქვენს პირად დანიშნულებაშიც. ნუ ნახეთ, აი მე ხო გითხარით პენტაკლების ტუზე. საერთოდ მე გეუბნებით, როცა აი ეს ასეთი არის, აი კანონი ასე რომ ვთქვათ, შენ როცა დაუშვათ, რამდენჯერ აი მიდის თქვა ტრენინგი, მე ხო 1000-ნაირი ტრენინგები მან გამოვლილი, ხო? და ყოველთვის აი თქვა გინდა რომ შენ ფინანსებზე ხო, ფულის ტრენინგზე მიდიხარ. აუცილებლად იქ ისეთი რაღაცა ხდება, რომ თქვა შენ თვითონ მუშაობ ამ თემაზე, მაგრამ ამ დროს რაღაცა ურთიერთობაში იცვლება, უცბად რაღაცა შენ პირად დანიშნულებაში იცვლება რა, იმიტომ რომ ხოლმე ეგენი ძალიან დაკავშირებულები არიან. იგივე აქ. აი შენ იწყებ დაუშვათ მუშაობას ურთიერთობაზე, მაგრამ ამ დროს შენთან პოულობ ამ დროს შენ პირად დანიშნულებას და ასე შემდეგ. ახლა მე მაგალითად ტარო დავიწყე ტაროს სწავლა, პროსტა ჩემთვის მინდოდა მესწავლე, იმიტომ რომ ძალიან რთული კარმული ურთიერთობა მქონდა. მთელი მკითხავები თუ ვინმე იყო, ხა დავიარე და მე უკვე ბოლოს მეთქე მეც გავიგო რაღაცა აღარ შემიძლია და ეს იყო ერთ-ერთი ბიძგი და ამით რა მოხდა, ამით გაიხსნა პირადი დანიშნულება, ხო? ამით დაიწყო, ანუ მე მინდოდა თქვა მომეგვარებია ერთი მხარე, ამ დროს მოვაგვარე მეორე მხარე, იმ დონეზე რომ რა ისიც მოვაგვარე, გავიგე იქაც ბევრი რაღაცა, მაგრამ
ესეც გავიგე და მივხვდი ამ პროცესში რომ სწავლობდი რომ არა მეც მინდა ტაროლოგი ვიყო და მეც მინდა ამ ინსტრუმენტით დავეხმარო ადამიანებზე ჩემი ცოდნა მაგით გავცე რა იმიტომ რომ ინსტრუმენტს ვეძებდა და აჰა წავედი იმისთვის რომ მოდი აბა იქნება რაღაცა გავიგო და ამ დროს გახდა ჩემი პროფესია აი თქვენ შემთხვევაშიც ეგ არის რა როცა თქვენ დაიწყეთ გარკვევას იმაში რა ქვია თქვენს ურთიერთობებზე აი აქ ხო ეგრევე გვაჩვენოთ ასები არის რა ნამდვილად ურთიერთობა უნდა გაიგო კომფორტული იყო ძველებურად არ უნდა იყოს გაიგეთ ძველებურად არა თუ შენ გინდა რომ უფრო კარგად იყო ბედნიერად შენ უნდა ისწავლო სხვანაირად იმიტომ რომ აქ ნახეთ აქ არის როგორი რვიანი თასების შენ ტოვებ ყველაფერს და უკვე წინ მიდიხარ ხო ტოვებ აღარ გინდა შენ უკვე ის ძველებური მიდგომა უნდა დატოვო ხო უნდა თუ გინდა რომ კომფორტულად იყო უკვე შენ უნდა ისწავლო ეგ სიანი არის თასების იმ სისტემასაც მე ვასწავლი იცენ ჩემო მოსწავლეებმა ეს არის ენერგია საერთოდ დედოფლის თასების დედოფლის და პლუს კიდე ეს იმას ნიშნავს როცა ადამიანი გამოდის ტოქსიკური ურთიერთობიდან და შედის იმ პერიოდში სადაც რაღაცას სწავლობს იმისთვის რომ მოიშუშოს ეს თავისი თავი თქვა ან პასუხები იპოვოს რა უნდა გააკეთოს ან თავისი ნაიარები მოშუშოს და ასე შემდეგ და მე აი გეუბნეთ ისწავლე და გექნება წინსვლა და გექნება რა თქმა უნდა შენი პირადი დანიშნულებაც გაიხსნება თქვა ახლა ნუ ეს უკვე ნახოთ როგორანაირად და ურთიერთობაშიც რა აი გამოდიხარ ნახოთ სულ თასები არის დასრულდება ნამდვილად თქვენი აი ეს ნერვიულობა და ყველაფერი იმიტომ რომ აქ თქვენ ნახეთ რასაც არ იღებდით ხო ანუ თქვენი დარდი თქვენ აქ ღმერთი გაწოდებს თავის ხელს და სტაბილურობა იმიტომ რომ 4-იანი არის აქ ამ შემთხვევაში თასების ჩვენ გეტყობთ რომ მე არც მეგონა არ ვიღებდი კი მე მეგონა რომ აღარაფერი აღარ იქნება უკვე ხო მაგრამ აქ ნახეთ როგორ საინტერესო თასები კი დგას აი აქ ხო და აწოდებს მაგათ კიდე ღმერთი ანუ მიიღე შენ ეს მე გაწოდებს შენ შანს რომ შენ არა მარტო იდარდო შენ უკვე შეგიძლია ნამდვილად ბევრი რამე გაიგო და შეიცვალო შენი ცხოვრება ну რა თქმა უნდა ყველაფერი შენს ხელშია აბსოლუტურად ყველაფერი შენს ხელშია თქვენ ნამდვილად გაიგებთ ბევრ ინსტრუმენტებსაც მიიღებ და ნამდვილად აქ გაიგებთ თქვენ რა უნდა გააკეთოთ რა ამიტომ ну ეს მნიშვნელოვანია გეუბნეთ სუმცირე აიღეთ წიგნი რაღაცა მამაკაცების ფსიქოლოგი ბიჭებმა ქალების ფსიქოლოგიაზე და იქ რაღაცებს მაინც ოდნავ მაინც რაღაცა წაიკითხოთ თუ წიგნი არა და ну ვიკიპედიაში შედეთ რა იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან იწყება ყველაფერი იმიტომ რომ ეს იმ შემთხვევაში ნახეთ არ მოხდება დამიჯერეთ ისე რომ თქვენ ახლა თუ თქვენ სულს ნახეთ ახლა თუ თქვენმა სულმა არაერჩია ის რომ всё მე ამ ცხოვრებაში უნდა შევისვენო ხო უნდა ახლა დაუშვოთ აღარ მინდა ეს თქვა სხვა თემები მაქვს და სამუშაოებელი ეს თემა მამაკაცთან არაფერი всё კარგად სულმა აერჩია ეგეთი გზა ამიტომ არიან ქალები ვისაც არც აინტერესებს არც ეს ტრენინგები არაფერი თქვა შეიძლება ფინანსური თემა მაგას აქვს და სამუშაოებელი სულმა ეს აერჩია თქვა ურთიერთობაში ყველაფერი კარგად ამაქვს მაგრამ ფინანსური თემა მინდა რომ ავერჩიო და ის უყურებს რა თქმა უნდა მხოლოდ ისეთ თემებზე თქვა ვიდეოს ან სხვა წაიკითხავს თუნდაც ინფორმაციას სადაც აი ფულზე ბიზნესზე და ასე შემდეგ ხო ხდებით მაგრამ როცა შენმა სულმა არაერჩია ეს გზა და აერჩია ის რომ თქვა რაღაც მომენტები გაქვს რომელიც არის გასასწორებელი და ამაში შეუძლია რომ პარტნიორს დაეხმაროს ხო და აერჩია ეს პარტნიორი რა თქმა უნდა ის მოვა შენთან და მაგასთან ექნება რაღაც გასავლელი მაგრამ აი რო გაიგო რისთვის რატო ხო ელემენტარული თუნდაც ჩვენ უნდა თუნდაც წავიკითხოთ რაღაცა და გავიგო და მაგრამ ხო გეუბნე არსებობს რთული გზა არსებობს ადვილი გზა მე როცა პერიოდი მქონდა ჩემით როცა გამოვდიოდა ნუ ძალიან ბევრი წელი დამჭირდა ერთი 10 წელი მაინც როცა მე მივხვდი რომ არსებობს თურმე ადამიანები ვინც იციან უკვე და გამოიარეს და მაგათთან დავიწყე უკვე ტრენინგზე სიარული გამოვასწორი ყველა სამივე ჩემი სფერო. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ აერჩიეთ ისეთი ადამიანი, ვინც თქვენ გზას გაჩვენებთ, იმიტომ რომ რა საჭირო არის, რომ
ვთქვათ, შენ ახლა რაღაც ახალი ველოსიპედი გამოიგონო, ხო? და ვნახოთ ახლა ესე იგი თქვენი ცხოვრება როგორ შეიძლება თქვენი პირადი ცხოვრება წინსვლა რა ეტლი ახლა ანუ ყველანაირად შეიცვლებით ყველაფერი იქნება ანუ აქ არის სულიერი განვითარება ეტლის ნახეთ აქაც ორიანი თასების ვიღაცა ახალ სიყვარულს შეხვდა ვიღაცა პირიქით ანუ ნახეთ აი რა საინტერესო პოზიციები ერთი და იგივე არის პოზიციები გახსნის თავის დახურულ სექსუალურობას ხო აი მიმზიდველობას, აი გავგიჟდი ერთი და იგივე არკანი აქ არის დამთავრდა დედოფალი, ეშმაკის არკანი და პაჟი, აქაც არის, აქ მხოლოდ ორიანი არის თასების, დედოფალი კი არა, ის იმპერატრიცა, ნახეთ, მხოლოდ ახლა შემოსწავლებმა იციან, რომ ხო, რომ პაჟით შედის ეს მეორე ენერგია. რა ქვია, თასების, იცით თქვენ, ნახეთ, ერთი და იგი რითიც სიგნიფიკაცია თქვენი დამთავრდა, გაშლაც მაგით დამთავრდა. ანუ თქვენ რაც ჩაიფიქრეთ, რომ თქვენ გინდათ ნამდვილად იყოთ ეს ბედნიერი, ეს სექსუალური, ეს ფინანსურადაც კარგი, ანუ ახალი მინდა ვიყო, აი ზუსტად ნახეთ კარტებს გვეუბნება, რას მოგიტანს, რაც შენ ჩაიფიქრე, შენ გაიცნობ, შენ აი ახალი იქნები, შენ დაინახავ ყველაფერს და დაამუშავებ იმას, რაც შენ გიშლის ხელს, იმიტომ რომ მე-15 არკანი, ეს არის არკანი, მე თქვენ ჩაგიწერეთ ხოთშორის ვიდეო, აქ ცოტა მოგეცით ინფორმაცია, ვისაც აინტერესებს, ეს არის ესეთი ენერგია, როცა შენ ეს სექსუალურობა, ხო, მიმზიდველობა, ანუ სექსუალურობა კარგის თვალსაზრისით მე არ ვიძახ, რომ ახლა ეს სხვა გაგება აქ სექსუალურობას რას ნიშნავს, ხო? ანუ მიმზიდველობა, როცა შენ ჩანხარ, როცა შენ იზიდავ შენი ენერგიით, შენი ქალური გემრიელი ენერგიით. ნახეთ, მე ეს მინდა და არც გეუბნება, რომ შენ ეს გექნება. შენ ეს გექნება, ანუ შენ გახსნი მაგას, იმიტომ რომ დაინახავ ყველაფერს აი იმ ცუდს, ну ცუდი არ არის სწორი რა ის მომენტები რაც უნდა დაამუშავოს უყოლაფერს ამას დაგანახებენ და შენ ამას იმუშავებ და ნამდვილად ახალი შენ დაიბადებ აი ეს გემრიელი ქალი რომელიც არის ყველასთვის მიმზიდველი ვისაც აი ეგაც კარგი გაგებეთ რა არიან ესეთი ქალები რომ აი ყველას თქვათ უნდა რომ იყოს მისი, მაგრამ ის ირჩევს იმას, ვინც მას სურს და იმასთან ამყარებს უკვე ისეთ ურთიერთობას, რომელიც მართლა არის ორივეს სასიამოვნო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა არის აქ ქალს ურთიერთობაში. ძალიან, იმიტომ არის ტრენინგები, ყველაფერი უფრო ქალები დადიან, უფრო ქალებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უფრო ჩვენ ქალები რომ მოდიან დედამიწაზე, ну ქალის სხეულში სული ის უკვე არის უფრო მეტად სულიერად განვითარებული, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვაქვს გრძნობები, ვიცით, ემოციები, ეს ყველაფერი ჩვენი. და ჩვენ ამით ახლა მამაკაცები თავისი ქცევებით, თავისი ქმედებებით ჩვენ გვაძლევენ კიდე უფრო მეტ საშუალებას, რომ ჩვენ ეს ჩვენში განვითარდეს, ხო? და როცა ჩვენ მივდივართ ჩვენს გზაზე, როცა ჩვენ ამას ყველაფერს ხსნით, ხო, ჩვენში იმ ქალურობას, იმ სექსუალურობას, იმ მიმზიდველობას, იმ თვითშეფასებას, იმ სიმსუბუქეს, სუბუქი ენერგიას, ხო? აი მით უფრო ჩვენი პარტნიორის მე ხდება უფრო ლოიალური, კარგი და თბილი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე გავაკეთე ის, რაც შენ მე მთხოვე. მე ამას ვაკეთებ და შენ სნება იბოძი და მიხედე ახლა ამ თემას და თუ შენ ახლა ნამდვილად ამას ახლა ნუ მე გეხმარები, პარტნიორი გეხმარებათ, გაიგეთ და აი როცა ეს პერიოდი ხო არის კარმულებში, ხო დააგვირდეთ, არის კარგი, უცბად რაღაცა გაფუჭდა, ხო? დაშორდნენ ან იჩხუბეს, სხვადასხვა ოთახებში არის, ну რაღაც ყველა გააჩნია რა სიტუაცია, შეიძლება თვეობით არ ელაპარაკებიან, მერე უცბად მოხდა რაღაცა, ისევ შერიგდნენ. რატო? და იმიტომ რომ და უიმე რაღაცა სხვანაირი გახდა. ის კი არ გახდა სხვანაირი. შენ შეიცვალეთ, ხობა გაიგე რაღაცა ამ პერიოდში, ხო ხდებით, მაგრამ ხო გეუბნებით,
არსებობს ორი გზა. შეგიძლია ის სამი თვე იჯდე და თავი თქვათ ურახუნო კედელს, შეიძლება იმ უფრო მოკლე პერიოდში გაეგო ყველაფერი და უკვე სხვაგვარად, სხვანაირად იყო ურთიერთობაში, დაამუშაო ის, რასაც შენი პარტნიორი სულ გეუბნება და შენ არ გესმის, ხო, გაიგოეგა და უფრო ადვილი და კარგი და ლამაზი ურთიერთობა დაიწყოთ. აი ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა. მე გემშვიდობებით მაგ ნოტაზე და გელოდებით კომენტარი.